Ნალაგაზიძის განცხადებით ხდებოდა გაფრთხილება საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, რომ არ დასწრებოდნენ ფონდის შეხვედრებს. Ამასთან იყო შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა არ მიუშვეს იმ ავტობუსთან, რომელსაც ისინი ფონდის ღონისძიებაზე უნდა მieყვანა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა პირდაპირ ხელშეშლა ჩვენი შეხვედრების მოსახლეობასთან, აგრეთვე ხდებოდა გაფრთხილება საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, რომ არ დასწრებოდნენ ჩვენ შეხვედრებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ტრადიციულად განათლების რესურს ცენტრების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლებების დანარჩენი მოხელეები. ერთ-ერთ შეხვედრის დროს ჩვენ ფაქტობრივად დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ გვითვალთვალებენ და კამერაზე გვიღებენ. ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს ხელისუფლება და რა თქმა უნდა უკეთ შეისწავლოს თუ ვისი მითითებით ხდება ძალოვანი უწყების ადგილობრივი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მიერ თვალთვალი, გადაღებები და გარკვეული ასე ვთქვათ ზეწოლა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.